საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, კარგებო და საყვარლებო. მოდი, დღეს თქვენთან ერთად გამიხილავ ასეთ საჯარო გაშლას. ამ მომენტში, დღეს, ამ მომენტში, ახლა რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ხო? ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი, თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი, ვისაც გინდათ და დროით დაბადების ეგეც თქვით, პრობლემა არ არის. მე არ მაქვს პრეტენზია, საერთოდ არაფერზე. მთავარია აქეთ ჩემთან არ გამოთქვათ პრეტენზია, რომ სად დაიბადაო, რომელ სამშობიაროშიო, ეგეც ხო არ ვთქვათო. თუ გინდათ ეგეც ჩაიფიქრეთ. მთავარია ნამენარად ენერგობალანსი მოვახდინოთ ჩემთან მიმართებაში, ჩემთან თქვენთან და თქვენთან ჩემთან, რომ ასე ვთქვათ ზუსტი ინფორმაცია თქვენთვის მისაღები და მისაღები რა თქვენ სიტუაციაზე დაემთხვევა, აი ესეთი მოგაწვდინოთ, ხო? თემთ მნიშვნელობა არ აქვს, რაც ჩაიფიქრეთ, მთავარია სახელი და გვარი, დაბადების წელი თვე და რიცხვი იყოს ორივეს. ჩაიფიქრეთ. დავიწყოთ, ხო? რა გზნობები აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ამ მომენტში თქვენს მიმართ? ვნახოთ ენერგიები, ჩემთვის ეს არის თავარი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. წამოვედით სამსახურეობრივ რომანში. რა ხდება თქვენ შორის დღეს? ღმერთო ჩემო. აბა ვნახოთ რა გზნობები აქვს დღეს თქვენთან მიმართებაში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას გურომი. ღმერთო, მაღალი არკანები ეხლა სულ რო ისე ავიღოთ თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო არ კარგულ ურთიერთობაზე გაშლა, ხო? გზნობები თქვენთან მიმართებაში დღეს. ღმერთო ჩემო. ეხლა უყურეთ. ერთი არკანი წმინდა, 10-იანი პენტაკლი. რასთან არის ასოცირებული? კარგი. რა ხდება თქვენ შორის დღესდღეობით? დღესდღეობით თქვენ შორის გინდა არ გინდა, ქურუმი ქალიდან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, თქვენ შორის არის ფარული ურთიერთობა. გინდა ასე, გინდა ისე, რომელიც ასე ვთქვათ, არ არის გასაჯაროვებული. და ცდილობთ კიდევაც, რომ ფარულად შეინახოთ და არანაირად არ გაასაჯაროოთ ფაქტორებზე ვისაუბრებ, ხო? როგორც ძირფეს ვერ ათხსნი არა, მაინც მარტო ამ კითხვაზე არ ვხსნი, რაც შევიფიქრეთ, ხო? მგონი უნდა მოგწონდეთ და ვიღაცამ რომ დამიწერა რამდენს ლაქებო რა არისო. პირდაპირ კითხვას უპასუხეო რა და გენაცვალე, გადასქროლე და იმდენი ტაროლოგია, იმდენი ზუსტად კონკრეტულ კითხვაზე რომ გიპასუხებს, ღმერთმა შეგარკვეს. ვისაც არ მოგწონთ ჩემი გაშლები და ხვამდის. არ გეძახით. პირიქით მე ვფიქრობ, რომ მადლობას უნდა მეუბნებოდეთ, რამდენი ინფორმაციას გაწვდით, ხო? და ვისაც ეს კითხვები კონკრეტულად გინდათ ორ წამში პასუხი რომ გაიგოთ, იმდენი არიან ღმერთმა სადაგილოცოთ რა. ჩემთან ესეთი პრეტენზიებით ნუ მოდიხართ. მით უმეტეს, როდესაც სიკეთეს ვაკეთებ. ბოროტებას ესეც არასდროს არ ვაკეთებ და სიკეთეს რო ვაკეთებ და აქეთ კიდე პრეტენზიებით მოდიხართ, რა ვიცი, ესეთ ხალხთან მეზარება. ეგრევე არც კი ვპასუხობ, არც არ ვბლოკავ ეგრევე. ეგრე გაგრძელდება მომავალშიც. დავიწყეთ. თქვენი ენერგიები. თქვენ ხართ პიროვნება, ამიტომ ქალი რატო ვთქვა ხა? იმდენი კაცი მიყვარს, მე მგონი ქალზე მეტი კაცი მიყვარს და ასე ვთქვი. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ,
ფარული ურთიერთობიდან გამომდინარე ყველანაირად ცდილობთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე იცოდეთ ყველაფერი, ასე ვთქვათ, უთვალთვალით გახავ, ეგრეთ გამანიაკებული მდგომარეობა გაქვთ მეთქი და დაყვები წინ დაუკან თქვა, მაგრამ ყველანაირად ცდილობთ ინტერნეტის მეშვეობით, სოციალების მეშვეობით რაღაცნაირად აკონტროლოთ მისი მდგომარეობა, იცოდეთ რა შევა, რა საკეთებს, ვის ელაპარაკება, ვის ერთად არის, სად მოძრაობს, რისთვის არის, რა საკეთებს, რა საქმიანობს, ეს ყველაფერი გაინტერესებთ მასთან მიმართებაში და ამ ენერგიებში ხართ, თითქოს ნდობა არ გაქვთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში. რატო ვიძახი, რომ სამსახურეობრივად გონია განვითარებული რა, აი რაღაცა ბოლო პერიოდში სამსახურეობრივი ურთიერთობები მოდის ძალიან. პენტაკლების ასე ვთქვათ, ათიანი პენტაკლების მეფიდან გამომდინარე თქვენი პიროვნება არის როგორი სტაბილური პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო ორიენტირებულია ასე თავის სტაბილურ მატერიალურ მდგომარეობაზე, რომელსაც უყვარს სტაბილურობა, არ უყვარს ამას შეურყევენ და ასე ვთქვათ, რისკის ქვეშ დაუყენებენ თავის ფინანსურ მდგომარეობას, იმიტომ რომ თითქოს რითიც ამაყობს ეს არის თავისი ავლადიდება, ასე ვთქვათ, ქონება, ფული და ასე შემდეგ, ხო? ეს მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე ორიენტირებულია დღესდღეობით პენტაკლების მეფიდან საკუთარ თავზე, თავის საკუთარ სამსახურზე, რაც აქამდე ქონია დაგროვებული, რომ ის ყველაფერი არ გაანიავოს, არ დაკარგოს და არავის არ მიცემს უფლებას და საშუალებას, რომ ეს ყველაფერი გაუნიავოს და დაკარგოს და არც თავის თავს მისცემს ამის უფლებას, თუნდაც ასე ვთქვათ, გზნობებში იყოს ჩამხტარი, ისე რომ შოკში იყოს ამ გზნობებისგან, მაინც თავის სტაბილურობას ვერ შეარყევს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქ ამ ყველაფერში ჩადებული, თავის რესურსი, თავის წლები, თავის მდგომარეობა და არაპირებს რომ ეს მდგომარეობა, ასე ვთქვათ, გაანიავოს არავის გამო, არამც თუ თქვენ გამო, არამც თუ თავის ოჯახის წევრების გამო და შვილების გამო, არავის გამო, იმიტომ რომ თითქოს მან რო ეს ყველაფერი დაკარგოს, თავის, ასე ვთქვათ, ესე ფიქრობს, რომ ის რგვალი ნოლი იქნება რა. ასეთი მდგომარეობა რა ხდება თქვენ შორის დღეს, ხო? თქვენი ურთიერთობა მოდი ასე ვთქვათ, პერიოდულობით ხასიათდება, სამყაროს არკაიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, კარმულია ეს ურთიერთობა, ფარულია, პლუს კარმულია, სამსახურეობრივად განვითარებულ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. შესაძლებელია მესამე ფაქტორი აქედან ქურუმი ქალიდან გამომდინარე, რომელიც ნამდვილად ფარული ურთიერთობა რატო უნდა იყოს, ხო თუ არა მესამე ფაქტორი ათენი პენტაკლებიდან გამომდინარე, თუნდაც პენტაკლების მეფიდან გამომდინარე, მისიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს ოჯახში ეს პიროვნება და იყოს დაქორწინებული, ხო? ათიანი პენტაკლიდან გამომდინარე, ესეთ რამეს ვიტყოდი, ორ ფაქტორს, ხო? სამსახურეობრივად განვითარებული რომანი მამაკაცთან, თუნდაც კოლეგასთან, ან უფროსთან, ან ვინმესთან, რომელსაც ჰყავს ოჯახი და აქედან გამომდინარე მას ესე ვთქვათ, დღევანდელ დღეს ოჯახში აქ მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს რაღაცნაირად თავის ოჯახურ ურთიერთობას მისცეს შანსი ყოველ ჯერზე, მაინც დისკომფორტი და რთული მდგომარეობა. ნუ არ არის დისკომფორტში თავის ოჯახში, მაგრამ აღნიშნე მისი სტაბილურობა იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ არავის და არაფრის მისცემს საშუალებას თავის ზნებებსაც კი, რომ ეს ქონება და ის ავლადიდება, აი ის თავის რესურსები, რაც დაგროვებული აქვს წლების განმავლობაში, ვინმეს გაანიავებინოს, ხო? აქედან გამომდინარე საკუთარ თავსაც იჭერს ძალიან ესე, თოკავს საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე არის ძალიან რთული მდგომარეობა მის თავს, მის ოჯახში, თუნდაც თქვენთან სამსახურეობრივად განვითარებულ ფარულ ურთიერთობაში, თქვენთანაც არ არის ტკბილი მდგომარეობა. და სამიანი პენტაკლებიდან გამომდინარე და სამყაროს არკანიდან გამომდინარე, მიდის თქვენი კარმის დამუშავება, თითქოს აი თქვენ სამივე, ხო? სამივე რატომ სამკუთხედია, რატომაც ვფიქრობ, რომ თქვენ ფარული ქალი ხართ და მას ყავს ოჯახი. აი ესე ვფიქრობ, არ ვიცი ვისთვის არ როგორ არის. სამივე თქოს კარმულ ფაქტორში ხართ ჩაბმული და აქედან გამომდინარე არა ხართ მხოლოდ თქვენ და თქვენი პარტნიორი კარმულები. აი ეს ასე ვთქვათ, მისი მხრიდან ოჯახი რაც არის, ხო? ესეც კარმულია, მისი მხრიდან ქალი ვინ შეიძლება იყოს, ხო, მეუღლე, ისიც კარმული პარტნიორია. თქვენ და აქედან გამომდინარე მიდის თქვენი კარმის დამუშავება. და რა გზნობებია თქვენთან მიმართებაში, აი ამ არკანებიდან თუ ვიმიჯელებთ, გზნობები რა თქმა უნდა აქვს. კი, აქვს, მაგრამ ეს პიროვნება, როგორც ასეთი,
მაინც საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ნახეთ, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია ამ პიროვნებას ინფანტილური ქცევებიც ახასიათებდეს, აი ძალიან ისეთი უდარდელი, ზოგჯერ დაუფიქრებელი, ცანცარული, ცანცარაწყებს, მაგრამ იცოდეთ, რომ ის საკუთარ, ასე ვთქვათ, სტაბილურობას არ დააზიანებს, არ შეარყევს და არავის მისცემს უფლებას, არც თქვენ, არც თავის ოჯახის წევრს ეს თავისი ავალადი დება, რაც აქ და რითიც თავი მოაქვს და რითიც თავი კაცი გონია, ეს მე შეარყევს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს ერთსა და მეორე ურთიერთობაში თქვენთანაც და ოჯახშიც, მაინც ყველა ვარიანტში კი ბატონო, მას აი ესე გაზულუქებულად ურჩევნია იყოს ამ მდგომარეობაში, ვიდრე ასე ვთქვათ, მის მატერიალურ კეთილდღეობას რამე ზიანი მიადგეს, ან თუნდაც სამსახურეობრივ კეთილდღეობას რაიმე ზიანი მიადგეს, იმიტომ რომ თითქოს სამსახურეობრივადაც არ აწყობს ამ პიროვნებას, რომ რაიმე გახდეს ცნობილი, რადგან ის რითიც ტრაბახობს არის საკუთარი სახელი, თავი ყველაფერს ურჩევნია, ყველას ურჩევნია და აქედან გამომდინარე არავის მისცემს საშუალებას და უფლებას ქვეშ დააყენოს საკუთარი, ასე ვთქვათ, ყოფა არ ყოფის საკითხი ფინანსურ, მატერიალურ და სამსახურებრივ თემებში, მაგრამ მე თუ მკითხავთ ამ ადამიანმა, მაინც ყველას თვალში, ყველა პირში ხო არ ეტყვის უკვე თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ შეინახოს ეს ურთიერთობა ფარულად და ასე ვთქვათ, ესე იყოს, მაინც ხედავენ გარშემოყოფები, რომ არ არის ყველაფერი კარგად, იდეალურად, იციან. თქვენ მიხართ, იციან, რომ ოჯახი ყავს და არც იქ რო არა ეს სიტკბოება, ეგეც ძალიან კარგად იციან. აი თითქოს რაღაცნაირად ამ პიროვნებას თქვენი დაკარგვის შიში ძალიან დიდი აქვს და აი როგორ მდგომარეობა მოდის, იცით, აი თავისი გაუბედაობის და გამბედავი არ არის, ვერ ბედავს რაღაცა შიშარა პიროვნება. ეშინია ცვლილებების ცხოვრებისეულად და აქედან გამომდინარე, ამიტომაც აი რომ კარბას ვერ ამუშავებს, ამ პიროვნებას კარმულად სჭირდება იმის შესწავლა, რომ არ უნდა იყოს შიშარა რა, მაგრამ არა ყოველთვის შიშარა რჩება, ყოველ ჩემსზე და ყოველთვის ეგრეა, ხო რაც არ უნდა მოხდეს, როცა ვერ ბედავ და მორჩა. შიშები ადამიანს კლავს ზოგადად და ზუსტად ეს პიროვნება ყოველთვის ასე მდგომარეობაში, იმიტომ რომ შიშარა, მაგრამ თავი ისე მოა, გეგონება, მე ვარ და ლომი ვარ და ვეფხვი ვარ და აი ხო ხტები ყველას მოუკლავ, დაუგლიჯავ და ამ დროს ჩვეულებრივი შიშარა ადამიანი, რომელსაც ეშინია თქვენი დაკარგვის და თქვენ აი რაღაცნაირად საქმეზე რომ მიდგეს, აი როგორ არის 7-იანი ხმლებიდან გამომდინარე, ფიქრობ რა თქოს სტილობს რაღაცა შეგზღუდოთ რა, აი რო არ დაკარგოთ და სახვეწერი არ გაუხდეს ის მომენტი რომ გეხვეწები არ წახვიდე. ეშინია იმ ფაქტორის რომ არ წახვიდე, არ დაუსრულო ურთიერთობა და აქედან გამომდინარე გზღუდავს ყველანაირად. რა თქმა უნდა, თასების დედოფლიდან გამომდინარე დაკარგვის შიში აქვს თასების დედოფლის და მას ასე ვთქვათ დიდ ბარიერებს უშევს, ვერავინ ვერ გაეკაროს და არავინ გაეკაროს და ყველას აშორებს, ასე ვთქვათ, 7-იანი ხმლებიდან გამომდინარე და უთვალთვალებს ყველა მხრიდან, საიდანაც შეიძლება ეს შეიძლება ვერც კი ხედავდე ისე გითვალთვალებდეს. რა თქმა უნდა, გზნობები აქვს და ეს არის ასე ვთქვათ, კი ბატონო, ვნება, სიყვარული, რომელიც გარეშეც აი ვეღარ წარმოუდგენი ამ პიროვნებას ცხოვრება. ანუ თქვენ გარეშე მას ვეღარ წარმოუდგენია ცხოვრება და აქედან გამომდინარე გზნობებსაც შეეხება. რა თქმა უნდა არის ეს სიყვარული, რა თქმა უნდა ეს არის ვნება და სრული, ასე ვთქვათ, თქვენს იქით ქალს ვეღარ ხედავს, ამასაც ვიტყვი, მაგრამ ადამიანს ვერ ხედავს, თქვენ ესე ვიტყვი უფრო კაცრავად. მაგრამ აი ესე რომ იმისთვის რომ არ დაკარგოს, ისისაც უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ დგავს ამ ნაბიჯს, აქედან გამომდინარე შიშებშია და ჩემთვის ეს პიროვნება შიშარაა, იმიტომ რომ თავისი სიყვარულისთვის, ასე ვთქვათ, საყვარელი ქალისთვის მატერიალისტი უფრო არა და რაღაცნაირად მატერიალური კეთილდღეობის გამო, ახლა ვთქვათ, რომ დიდად იქით ვფრთხილდება სტაბილურად ოჯახის სტატუსი რაღაცა, იმას ვფრთხილდება, რომ რომ კაი წამოვედი ოჯახიდან, ხო, რა მოყვება ამ ყველაფერს. გააპარტახება, გააპარტახებენ
დატოვებენ ნოლზე და ეს ადამიანი თავს ფულის გარეშე და ქონების გარეშე არარაობად აღიქვამს. აი ესეთი მდგომარეობა დღეს ურთიერთობაში საინტერესო გაშლა გამოვიდა, არ ვიცი მისთვის არის, მაგრამ აი ესეთი რაღაც ახალგაზრდობებში, რა თქმა უნდა, სიყვარული არის, ნება არის, სურვილი არის, თვალთვალი არის, ყველასგან თქვენი ჩამოშორება როგორღაც ხერხდება, ისევ თქვენ თვითონაც ვერ ხვდებით, როგორ გაშლევთ ეს პიროვნება ვიღაცებს გვერდიდან, შემოხვდებით კიდევაც, მაგრამ დაკარგვის შიში ძალიან დიდი აქვს მას თქვენი. სულ ეს არის მომდე და მე თქვა დღეს მის გრძნობაზე თქვენთან მიმართებაში სიტუაციურად აღწერე. კაცრავად რაც ხდება. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გავაგებინეთ სიტუაციურად ვისი გაშლა იყო დღეს. ეს იყო სულის დღეც მე მსურდა გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, სიმამაცეს. ერთხელ მოდიხართ, ერთხელ იბადებით ამ ცხოვრებაში და ამ ქვეყანად ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, ყველა იქით ქონებას ვერ წავიღებთ. ვერაფერს ვერ წავიღებთ და ბედნიერება მაინც გქონდეთ ამ ცხოვრებაში, ერთხელ რო ცოცხლობთ, ხო, ესაა მთავარი და ხალხს ეს ვერ გაუგია. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით.